ზოგადად რეტროგრადული პლანეტები მიანიშნებენ კარმაზე. ანუ ერთ-ერთი მიმანიშნებელი არის კარმის, ზოგადად კარმული ასტროლოგია არის ძალიან ვრცელი და იქ არის ძალიან ბევრი მინიშნება ზოგადად, იმიტომ რომ კარმა არის ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში მეტნაკლებად, ანუ ყველა ადამიანის რუკაში ყველაფერი კარმა არის ჩვენს ცხოვრებაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კარმა გულისხმობს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგი. შესაბამისად, კარმა არის ნებისმიერი რამე, რაც ჩვენ ადრე გავაკეთეთ და შედეგს ვიმკით ახლა. ჩვენი კონკრეტული ნაბიჯების შედეგი არის კარმა, ეს იქნება წინა ცხოვრებიდან გამომდინარე თუ ამ ცხოვრებიდან გამომდინარე, არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის კარმა, ანუ ამაში არაფერი არ არის ისეთი ზებუნებრივი, არა ჩვეულებრივი წარმოუდგენელი, ეს არის ჩვეულებრივი რამე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ნაბიჯების შედეგი არის კარმა. შესაბამისად, ყველა ადამიანის რუკაში არსებობს კარმა, უბრალოდ ზოგან არის უფრო მეტად კარმულად დატვირთული, ზოგან არის უფრო ნაკლებად დატვირთული. მაჩვენებელი ზოგადად რამდენად არის კარმულად რუკა დატვირთული, არის ძალიან მრავალფეროვანი და ერთ-ერთი მათგანი არის რეტროგრადულობა. ანუ ზოგადად როდესაც რუკაში პირადი პლანეტები არიან რეტროგრადულები, აქ იგულისხმება მერკური, ვენერა, მარსი, თუ რეტროგრადულები არიან რუკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი აქვს პირადი კარმა. ანუ პირადი კარმა გულისხმობს იმას, რომ თვითონ ადამიანმა არასწორად გააკეთა რაღაც, წინა კარმამ შეიცვალა მიმართულება და უფრო მეტად გართულდა ამ ადამიანის პიროვნული განვითარება. თუ არის აქტიური სოციალური პლანეტები, აქ არის საუბარი იუპიტერზე და სატურნზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს სოციალური კარმა. აქტიური, ეს ნიშნავს იმას, რომ წინა ცხოვრებაში ამ ადამიანს რაღაც აქვს დაშავებული სოციუმთან მიმართებაში. თვითონ კოლექტივთან მიმართებაში, უფრო მეტ ხალხთან მიმართებაში გააკეთა რაღაც ცუდი და შესაბამისად მოყვება ახლა კოლექტიური კარმა და შესაბამისად უჭირს რეალიზაცია ზუსტად გარემოში და სოციუმში. როდესაც არიან რეტროგრადულები უმაღლესი პლანეტები, აქ არის საუბარი ურანი, ნეპტუნი, პლუტონი, ესეთ შემთხვევაში ეს არის კარმა კოლექტიური, ეს არის კარმა ქვეყნის კარმა, ანუ უფრო მეტად დიდი მასშტაბია ვიდრე სოციუმი, ეს არის საუბარი კოლექტივზე, უფრო დიდ კოლექტივზე, აქ არის საუბარი მთელ ერზე, აქ საუბარია მთლიანად ადამიანურ მოდგმაზე, ანუ ეს არის რაღაცა დიდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რაც ადამიანობა ვითარდება და რაც ცუდი აქვს გაკეთებული მთელ ადამიანობას, მთელ ანუ ადამიანებს, ყველას, ვინც კი პლანეტაზე ვცხოვრობთ და იგივენაირად ქვეყნის კარმა, რაც ქვეყანას თვითონ როგორც ქვეყანას, როგორც ერთიან ორგანიზმს აქვს ცუდად გაკეთებული, აწევს ამ ადამიანსაც. რეტროგრადული პლანეტები, ვისაც აქვს რუკაში, მთელი თაობები იბადებიან რეტროგრადული პლანეტებით. შესაბამისად, კონკრეტული ქვეყნის კარმა აწევს მთელ თაობას და არა მხოლოდ ერთ ადამიანს. როდესაც აი ესე კარმულად ხდება აი ამ დონის კარმის გადმოცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ წინა ცხოვრებაშიც რაღაცა გლობალური აქვს გაკეთებული, ანუ დანაშაული ადამიანობის წინაშე, დანაშაული ქვეყნის წინაშე, ანუ ეს რაღაც უფრო გლობალური კარმა არის და შესაბამისად რაღაც არასწორი აქვს გაკეთებული ძალიან გლობალურ დონეზე ეს ადამიანს.